ნუ მშველელი რა ამერიკამ რაც ჩვენ ფული გვაჩუქა თუ გვასესხა ჩათვალოს ეხა თვითონა დონალდ ტრამპმა რომ ვალი გადახტილია რა და არაფერს პირიქით რა ილია თოფურია არის ქართის მშველელი რა როცა ამიკითხა ყველა სახელი და გვარი ილია რო დავინახე ძალიან გამიხარდა იდეაში მაგრამ რა მოველოდი კიდევაც ანუ ძალიან უნდა ყოფილიყო რაღაცა სწაული ქარცელოდებოდნენ ვითო 6 საჩემპიონო ბრძოლა თვითონ ტრამპის მილიდან და იმიდან და მაგიტა მოლოდინი მეტი იყო ხა მე ვფიქრობდი ერთი რეალური მაჩაპი ილია იყო და თვითონ ილია უარყოფდა ხო მაგ მაჩაპს ვითო არა მე ახალ პრინოსო ედონოსტრალო თუ მე არ ნოვიყო მაქარძეო და შემდეგო და ანუ ხალხი თვითონ დააბოლა რა ასე ვთქვათ რა თოფურია რეალურად რა ძმებო ამ ქარზე არის ორი ვარსკვლავი რა და იმ ორ ვარსკვლავს მოწინააღმდეგე არ აყავს ისეთი დონის რა ანუ ჯასტინ გეიჩის მე დიდ პატის ცემ რა თუდად არ გამიგოთ რა მაგრამ ხო აზე ხარ ჯასტინ გეიჩი რომელი მებრძოლი არის რა რა რადგანაც ახლა ჯასტინ გეიჩი მისი კამარი მოიპოვა ხო ახლა გინდა იყოს თუ არ იყოს მისი ღირსეულ ადგილას არის რა და ანუ მისი კარიერის მის ამ ეტაპზე ღირსეულ ადგილას რა გამომშავებული აქვს რა მისი ბრძოლებიდან გამომდინარე ამიტომ რა ვიცი დანას რო კითხეს სუპერსტარები ვინები არიან UFC-ში ილია პერეირა და კი რამოდენიმე დაასახელა მაგრამ ილია და პერეირა იყვნენ ეს მახსოვს ხო და მე ყოველთვის მქონდა რა კითხვა იცი რომ თუ ორივე იქნებოდნენ ქარზე რა ილიას და პერერაც რა ორივე ვარსკვლავები ხო არიან რა მაგრამ უფრო მაღალი წონის წესით მიდის ხოლმე main event-ზე რა არა ისინი ხო ინტრემბელზე მუშაობენ კამერის გაერთიანებაზე არიან და ანუ ეხა ილიასთვის უკეთესი ბრძოლა ხო არსებობს უფრო გამყიდველი ბრძოლა ანუ გინდა დააჯახე მახაჩევს გინდა დააჯახე წარუკიანს ჯასტინ გეიჩიზე უფრო გამყიდველი ბრძოლა ხო არის ინტერესი აი ხა როგორი რაღაცა იცი მონუმენტალური ისტორია არის ხა White House-ის ივენტი ერთი არის და სავარაუდოდ ბოლო იქნება და headline-ი ილიასთვის მაგ ივენტის არის ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია არის რა კიდევ ერთი საშუალებაა თოფურიასთვის ისტორია დაწეროს რომ მოტივირებული იყოს იჩხუბოს რა თორე ხა სიმართლე ვთქვათ რა მოტივაცია გააჩნია თოფურიას ახლა თოფურიას პირადული მოტივაცია გააჩნია თოპი მახაჩევს ააკითხოს ზედაწოდაში და პროსტა გააგოროს და მესამე წონის ჩემპიონი გახდეს მაგრამ ახლა სხვა დანარჩენი რა მოტივაცია გააჩნია ანუ White House-ის ივენტის headline-ის გარდა ასე რომ ვთქვათ რა შეიძლება თოფურიაზეც რო არ მიეცეთ headline-ი მაგიც არ დათანხმებულიყო იმაზე რა ქვია ხო მაგრამ ეს ძალიან დიდი მოგება არის ჩვენთვის რა რა თქმა უნდა ქართველი არის თავარი ბრძოლა ყველაზე დიდ ღონისძიება UFC-ს ღონისძიებაზე თუ ტრამპის რომ მარტო ილიას საყურებლად მივა ამ ივენტზე ისეთი ივენტია არა ჩვენთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა რა მოდი ამაზე გავაკეთოთ ჩემი აზრით კონცენტრაცია ამაზე უნდა იყოს რომ ჩვენი გამარჯვება არის ეს ილიამ გადაარჩინა UFC ძმაო რა კონა მაგრეგორმა კი არა ჯონ ჯონსმა კი არა ილია თოფურიამ რა გადაარჩინა და White House-ის თავარი ბრძოლა აი დაჟე ფულიც რო ფეხებზე კიდიათ რა ხო აზე ხარ pay-per-view-ს არ არის ეს არის პრინციპული გაკეთებული White House-ი რა ხო აზე ხარ ჩვენ ვართ მანდ პირველები რა ილია თოფურია ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტსმენი არის ამ თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა მაგრამ ახლა არ დავივიწყოთ კიდე აკუმ ამერიკელი მაყურებლისთვის ახლა მაგ შემთხვევაში ილია თოფურია და კინაღამ ივან დროგოსავით არის ყველაზე ხარა დაუმარცხებელი რაღაც ტიტანი ჩვენი ანუ ჩვენი როკის საწინააღმდეგე თუ ახლა ისე ფიქრობენ აქ თქმა უნდა ამერიკელი გულშემატკივარი ჯასტინ გეიჯის უყურებს როგორც პირდაპირ როკის ასე რომ ვთქვათ რა მაგ ბრძოლაში იმიტომ რომ მეორე მხარეს არის დაუმარცხებელი სტილისტიკური კოშმარი ნებისმიერი ვის შეხვდა ყველას გადაუმარცხებლად ხო რა რომელიც მოსავედ ამან უნდა გააკეთოს საოცრება გმირობა რა რაც ადრე ვლაპარაკობდით მე შინგი გახსოვს რომ ახლა გეიჯი რაღაცა სწავლული უნდა გააკეთოს და რომ გააკეთოს სხვა ცხოვრების ბოლომდე ისტორიას დაწერს ახლა ისეთი ბრძოლა არის მართლა რაც ძალიან მაქსიმალურად შეეცდება რომ მართლა დაწეროს ესეთი მენტალობის ტიპი არის გეიჯი თან 250 წელია Freedom of USA და კიდე ტრამპის დაბადების დღე 80 წლის ხდება ტრამპი.
რა ანუ ტიპს ერთი ბრძოლა აქვს ცხოვრების ბოლომდე ესეთი ბრძოლა აქვს დანიშნების ხუთი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ერთი 25 წუთია ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ცხოვრების რა ხვაზე ხარ რა თქმა უნდა დაწუნებული ვარ ფიქრობს ეჭხუბი მომაგებინა და მე რე შეწავალო ანუ იმის იქეთ საქმე არც აქვს მაგრამ რომ თოფურიას მოუგოს ხო მაგაზე მეტი თავს ვერ გადაახტება უკვე რა ხვაზე ხარ და დადაბლებაზე იმუშაოს აზრი არ აქვს რა თქმა უნდა ჯობია ანუ როგორც როკი წავიდეს კარიერიდან თუ როცა დაანონსებული აქვს თან მისი კარიერის დასრულება რა უკვე 27-ში უკვე უეჭველი არ ვიჩხუბებო დაანონსებული აქვს ახლა რა ანუ თოფურიას მაგან რომ მოუგოს ხო შეიძლება რაღაც სასწაული ფულის სადაც რევანში მისცეს ხოაზე ხარ რა დანარჩენი არაფერი არ არსებობს ხომ ეჩაპ მაგისტრის რა თუმცა ანუ ძნელი გასახელი შანსი იყო როგის ისტორია მომხდარიყო რომ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა ანუ მეტი არც არის ახლა ბრძოლა UFC-ში ისეთი რომ ანუ რაღაცა ისეთი დრამატიული ბრძოლა იყოს თან რა ისტორიის ახსავს ესე რომ თქვა რა ჯასტინ გეიჯის გამარჯვების შემთხვევაში და ანუ მაგიდან გამომდინარე უშემატკივროს გეიჯიმ შეიძლება მთელმა მსოფლიომში უშემატკივროს გეიჯის მაგ ბრძოლა როცა დადგება რა მაგიტო რახან ანდერდოგია და ილიას მაინც ჰეიტერები ანუ როგორი რაღაცაა იცი ილიამ რო გეიჯი გათიშოს ხო ახლა იყვიან ყველა რა თქმა უნდა ხოზე ხარ რა ნუ ანდერდოგი როა ყველას უყვარს ანდერდოგი ხო ხო და ახლა უყვარს კი არა უფრო ისეთი თემა არის რომ ანუ რაღაცა ისეთი ისტორია რომ ვაუ ხოზე ხარ რა რასაც არ ელოდები ის რომ მოხდეს ხო დენა ვაიტმა იმ დროს რა თქმა უნდა ახსოვს აი UFC 300 მე რომ ჩემი პროფესია არის ვაიმე მომენტებს ვყიდიო ასე რომ ვთქვათ რა ეს არის ჩემი პროფესია მეტი არაფერი რეალურად ახლა აი ერთი მაგი მომენტი აქვს დარჩენილი ერთი ვაი მომენტი არის რა მესამე და კიდე სალაპარაკო იქნება ვაიმე და გეიჯი მრაქნაო და ხოაზე ხარ რა რაღაცა სასწაული ბრძოლაში შემოტრიალდაო და ასე შემდეგ რა ანუ ერთი ვარიანტი არის რომ მასე დაილაპარაკონ მაგის თვალსაზრისით ძალიან მაგარი მეინი და კომეინი არის რა თან რა დავამუღამე იცი რომ ეს მეინ ივენთი ხო მაინც თამაშობს იმაზე რომ ეს ორი ვინც არის BMF-იო ხო ეს ორი BMF-ი ანუ ვინც არის White House-ის მეინ ივენთი მეინ ივენთის მონაწილე იმას ორივე ყავს გათიშულიო რა ხოზე ხარ მაგიდან გამომდინარე იგებს ოლივერა თუ იგებდა ხოლოვე მაინც White House-ის ივენტის რეკლამა იყო ნაწილობრივი რა ასე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ სხვა ივენტზე არ ექნებოდა მასეთი იმპაქტი ასე რომ ვთქვათ რა